ნუ ქუთაისის გაუგებარი პოლიტიკური წარსულის მქონე გოგი წულაია აგზელებს თავის პოლიტიკურ იუმორისტულ მოღვაწეობას და ვნახოთ მის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი საინტერესო აქცია ყურადღებით ეკრანზე. ესე იგი, მაქვს ზუსტი ინფორმაცია. პირველი მარტიდან გაპირებს შეგულებაში გასვლას საკრებულოს თავმჯდომარე ამინან ხოდაგიანი მე სიმბოლურად გახსოვთ ალბათ ერთ-ერთ გადაცემაში რომ ვახსენე მარაულ და დანიაება და აგერ ამას გაუგზავნი ბატონ ამინას რომ წამოწვეს მე კაჩალგასი ბოდიში ავრუსული სიტუაცია და მივალ მე და არ ვინმე საკრებულოს წევრი მისი შნირი რომელიც მივა და ასე დაუნია ეს და ერთობა ჯიგარი რა საამურია ცხოვრება მე მგონი აბას ისეთი გამოცდილებია საკრებულოს თავმჯდომარეს კი არა ვანოშოუს კაპს უმიზნებს უფრო. საქართველოში ყოველ არჩევნებზე ზვირფასო მეგობრებო მიმდინარეობს დავა იმასთან დაკავშირებით თუ დაიხვეწა თუ არა წინა საარჩევნო სისტემა. ვნახოთ როგორ გადაწყვიტა ერთ-ერთმა კახელმა გლეხმა ამ პრობლემის მოგვარება და რა იდეას თავაზობს CSGO-ს. ანუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით არჩევნები. რადგან თამოდოლა ხალხის ეგრე შეკრა ის ჩაწერა იმან ჩამაიარამა აი როგორც გაიცდები სოფელ სუმინდორია დაუძახეთ ერთ დღეს არც ბიულეტინები გინათ არც ერთი არც მეორე აი ამ კაცს ვინ ემხრობით გადადგეს თალკი არა მეორე კაცს ვინ ემხრობა გადადგეს თალკი თქვენ თვალით გადაჭრი და გაიწერ რა სამ ხალხ რა თუსრები თქვენ სხვადასხვა უნდა ამ მეთოდის გამოყენება მაგრამ მინდვრები ვერ იშოვეს თვითონ ინდოელებმა თქვეს რომ მინდვრებს ვერ დავთმოთ იმიტომ ჩვენი საარჩევნო უბნებიაო აქ განთავსებულია როგორც იცით ქალბატონები ყველგან ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე ძვირფასო მეგობრებო ნუ ისინი ხანდახან ხშირად გვინახავს რომ მაგალითად ემზადებიან ხან მანქანაში სახლში სამსახურში ქუჩაში ვნახოთ კიდევ რა სიტუაციის შეიძლება იფიქროს ქალმა თავის ვარცხნილობას ზეჩი ეთნიკური წმენდის ტერიტორიაზე საქართველოს დაუკითხავად რუსეთს ინვესტიციების და ფულის მოზიდვის საშუალება მიეცემა. ეხლა რა პროცესის საშუალება? ეხლა რა? ამით ხელს შეუწყობს საქართველოს ამის ხელს შეუწყობთ იმას, რომ აფხაზეთი მეტად მოევა საქართველოს. ამას შეუწყობთ ხოლმე. დღეს ჩაკეტილია აფხაზეთი ჩვენი მხრიდან და უსეთ ითვისებს და ითვისებს. ტილიგზის გახსნის შემთხვევაში მაშინ ენგურხესი გავაჩეროთ. გავაჩეროთ ენგურხეს, სადღაც რატო მუშაობს? იმიტომ რომ ამის მობმულები არიან. ანუ მაშინ რატო ამით ახდება რუსული რაღაც გარკვეული ლეგიტიმაცია იქაც ხდება? არა საჭიროა ბავშვები რაღაცები. ჩვენ კაფიოდ ქართულმა ხალხმა ხმა მოგცა, რათა დავიწყოთ იმ პროგრამით მუშაობა, რა პროგრამას შევთავაზოთ ჩვენ პირველ კონტრაქტში. ნუ აქ კადრი გავჭერით, თორე მე პროდიუსერი შემოქოდა ფენი და თმებს უშროდა. და რა თქმა უნდა ეს რუბრიკა წარმოუდგენელია ბატონი დავით აქუბარდიას გარეშე. ვნახოთ ერთ-ერთი გადაცემის ნაწყვეტი, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობენ ბატონი აქუბარდია და ბატონი განათლების მინისტრი თუ შეიძლება ვნახოთ. ვიღებთ აი უყურებ ხოლმე რა მიმერ ნაცმოძრაობის ჩასუქებული რაღაცა ეს საერთოდ გასუქებული მამაკაცების მთელი არმია ხოლმე პოლიტიკაში არა კაი შეხედეთ აგერ ბიძინაევანიშვილს შვენიერი ათლეტური აღნაგობისა შეც კარგად ახალ მეც ვკითხავ აგერ ღია ზიზიგურს რო შეხედავ ესიამურება ესეთები უნდა ყავდეს ძალიან ინტერესო მართალსაც ამბობს აქუბარდია იმიტომ რომ ნუ არ უნდა იყვნენ ეგეთი ადამიანები პარლამენტში და ზოგადად მთავრობაში ნუ აი ხო ხედავთ მაგალითიც ახლა ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი ვარიანტია მე ძალიან მომეწოდა მაგალითად მაგრამ გუბას სანიკიძეს და ყობა დავითაშვილისნაირი წიწყვი პოლიტიკოსები უნდა ყავდეს ჩვენ ხელისუფლებაში ეგეთი წიწყვები მადლობა